YouTube-ზე დიდი ხმაური ატყდა მას შემდეგ, რაც შონ ომალიმ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი სიტყვებით, ილია ტოპურია მისთვის უკვე ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით GOAT-ია. ომალიმ ეს თქვა სრული სერიოზულობით და თავისი არგუმენტებიც მოიყვანა. ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც ეს შეფასება, მაგრამ ფაქტია, რომ ის საკმაოდ მყარად ასაბუთებს თავის პოზიციას. მისი თქმით, ტოპურია არ არის ისეთი ტიპის მებრძოლი, რომელიც მეტოქეს უბრალოდ ძირს დასვამს და იდაყვებით გააკონტროლებს. არა, ილია ყველას უშუალოდ ნოკაუტით ანადგურებს, თანაც ისეთებს, ვინც უკვე ისტორიაში შევიდნენ როგორც დიდი ლეგენდები. და ეს შთაბეჭდილებას ახდენს. შონმა მაგალითად ახსენა ისეთი სახელები, როგორიცაა ჩარლს ოლივეირა, რომელსაც უამრავი რეკორდი აქვს UFC-ში, ყველაზე მეტი ფინიში, ყველაზე მეტი ბონუსი, ყველაზე მეტი სუბმიშენი. ნამდვილი სუპერვარსკვლავი, მაგრამ ტოპურიამ შეძლო და დაუნდობლად დაამარცხა ის, თითქოს ეს ყველაფერი არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. ამასობაში, ომალი ამბობს, რომ ტოპურია შეიძლება ჯონ ჯონსზეც კი მაღლა დადგეს. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ეს ცოტა გადაჭარბებული ჩანს. რატომ? იმიტომ რომ ჯონსის კარიერა MMA-ში ისეთია, რომლის გვერდით გავლაც თითქმის შეუძლებელია. დიახ, ილია ტოპურიამ მოახერხა ისეთი დიდი გამარჯვებები, როგორიც ალექსანდრ ვოლკანოვსის და მაქს ჰოლოვეის დამარცხებაა და შემდეგ კი ოლივეირას ნოკაუტიც. ეს, რა თქმა უნდა, სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მაგრამ იმავდროულად, უნდა გავიხსენოთ, რა გააკეთა ჯონ ჯონსმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თვითონ თითქმის ბავშვი იყო. მე თავად კარგად მახსოვს ის პერიოდი. დაახლოებით 2011 წელი იყო, როცა ჯონსი უკვე 22-23 წლის ასაკში ნამდვილ მონსტრად იქცა. მან დაუმარცხებლად დაამარცხა ისეთი სახელები, როგორიცაა რაიან ბეიდერი, რომელიც იმ დროს ნამდვილი მხეცი იყო. მაშინვე იმავე წელს მან მოპარა ტიტული ლეგენდარულ მაურისიოს შოგუნ რუას, რომელსაც მაშინ UFC-ს ქამარი ეკავა. შოგუნი იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაიტერი იყო, მაგრამ ჯონსმა მას საერთოდ არ დაუტოვა შანსი, უბრალოდ გაანადგურა. წარმოიდგინეთ, 23 წლის ბიჭმა ჩემპიონი ისე დაამარცხა, რომ ყველა დარჩა შოკში. ამის შემდეგ ჯონსმა დაამარცხა ქვინტონ რემპეიჯ ჯექსონი, რომელსაც მაშინ ყველაფერი ჰქონდა: ფიზიკა, გამოცდილება, დარტყმის ძალა, მაგრამ არც მას მისცა შანსი. მერე რიგში იყო ლიოტო მაჩიდა, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სტილის მებრძოლი, სამურაების ტრადიციის მატარებელი, მაგრამ მასაც მარტივად გაუმკლავდა. ანუ უკვე 4 უდიდესი სახელი ზედიზედ და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. აქედან იწყება ჯონსის დაუჯერებელი სერია. დღეს ბევრმა შეიძლება ვერც კი იცოდეს, რა დიდება ჰქონდათ იმ ხალხს, ვისაც მაშინ ამარცხებდა, მაგრამ დამიჯერეთ, თითოეული მათგანი ისტორიაში შევიდა როგორც განსაკუთრებული ფიგურა. და ჯონ ჯონსმა ისინი 23-24 წლის ასაკში ისე გადაუარა, რომ თითქოს ეს ჩვეულებრივი სპარინგი ყოფილიყო. მაშინ იყო შემთხვევა, როცა ჯონს ოფიციალურად ჩაეთვალა მარცხი, მაგრამ სინამდვილეში ის ბრძოლა მოიგო. უბრალოდ ტექნიკური მიზეზების გამო ჩაეთვალა დისკვალიფიკაცია. ამით მისი ნამდვილი დამარცხება დღემდე არ არსებობს. სწორედ ამიტომ უწოდებენ უნიკალურს. რეალურად, UFC-ში მან თავისი თაობის ყველა ჩემპიონი მოიცილა გზიდან. და ახლა შევადაროთ ეს ილია ტოპურიას. დიახ, ილია უდიდეს საქმეებს აკეთებს, მაგრამ ჯონს 3 სხვადასხვა თაობის ჩემპიონი ყავს დამარცხებული. ტოპურია ჯერ მხოლოდ იტყებს. მას აქვს უდიდესი პოტენციალი, მას აქვს მძლავრი სტილი და სიგიჟემდე ძლიერი მენტალიტეტი. ქართველებისთვის განსაკუთრებით სასამაყოა, რომ ეს ბიჭი ქართველი ოჯახიდანა და ჩვენს დროშას ევროპაში და მთელ მსოფლიოში ატარებს. მაგრამ მეგობრებო, ჩვენი გული შეიძლება გვითხრას, რომ ილია უკვე ყველაზე დიდია, მაგრამ გონებით უნდა ვაღიაროთ, ჯონ ჯონსის მასშტაბამდე ჯერ კიდევ შორია. როდესაც ჯონ ჯონსის კარიერას ვახსენებთ, ბევრმა ახალმა გულშემატკივარმა შეიძლება ვერ გაიგოს მისი მასშტაბი. მაგრამ მოდით, დეტალურად გავიხსენოთ, რას აკეთებდა ის, როცა თითქმის ყველა სხვა მებრძოლი ოცნებობდა მხოლოდ UFC-ში მოხვედრაზე. ჯონსმა უკვე ახალგაზრდობაში დაამარცხა ისეთი ვარსკვლავები, რომელთა სახელები MMA-ის ოქროს წიგნშია ჩაწერილი. რაშა დევანსი, მაგალითად, ყოფილი ჩემპიონი, თავისი სტილით და მძიმე დარტყმებით ცნობილი მებრძოლი. ევანსი და ჯონსი მეგობრებიც იყვნენ, ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა, ჯონსმა დამაჯერებლად დაამარცხა. მათ შორის გარკვეული დაძაბულობაც გაჩნდა, რადგან ევანსი ელოდებოდა, რომ ტიტულის შემდეგი ბრძოლა მისი იქნებოდა, მაგრამ სწორედ ჯონსი შევიდა მისი ადგილით და საბოლოოდ ქამარი მოიპოვა. სწორედ ეს იყო ის მომენტი, როცა ყველა მიხვდა, ბავშვი უკვე ნამდვილ მეფედ იქცა. შემდეგ მოვიდა ვიტორ ბელფორი, ადამიანი, რომელსაც ტრიტორი ერქვა, რადგან ყველა მიცოდა, რამდენად ძლიერად იყო გაძლიერებული მედიკამენტებითა და ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპიით. ის ერთადერთი იყო, ვინც თითქმის მოახერხა ჯონსის დამარცხება, როდესაც მკლავის მტკივნეული ბერკეტით ლამის ხელი მოსტეხა. მაგრამ ჯონსმა იქიდანაც თავი ამოიყვანა და ბრძოლა მაინც მოიგო.
წარმოიდგინეთ, როგორ უნდა შეგეძლოს ბრძოლიდან გადარჩენა, როცა ისეთი მებრძოლი, როგორიც ბელფორია, შენს ხელს ლამის აცლის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჯონსი სხვა სამყაროდან მოვიდა. შემდეგ ჩეილი სონენი, ხმამაღალი სიტყვებით ცნობილი მებრძოლი, მაგრამ ისიც ისე გაანადგურა ჯონსმა, რომ ყველა მიხვა მასთან უბრალოდ ვერავინ ეჭიდავებოდა. ახლა წარმოიდგინეთ 2011 წლიდან მოყოლებული 2020-იან წლებამდე ჯონსი აგრძელებდა გამარჯვებებს და არავის აძლევდა უფლებას, რომ მისი სერიები გაეჩერებინა. ის ამარცხებდა პირველ თაობას, შოგუნს, მაჩიდას, ჯექსონს, მერე უკვე მეორეს, ალექსანდერ გუსტავსონს, გლოვერ ტეიშეირას, დანიელ კორმიეს, შემდეგ უკვე მესამე ტალღა, ენტონი სმითი, იაგო სანტოსი, დომინიკ რეიესი და ბოლოს, როგორც სიუჟეტში იქნება ხოლმე, ის გადავიდა მძიმე წონაში და იქაც აიღო ქამარი, დაამარცხა სირილ განი, შემდეგ კი ლეგენდარული სტიპე მიოჩიჩი. მოკლედ ეს კაცი არა მხოლოდ თავის წონაში იყო მეფე, არამედ კიდევ უფრო მაღლა ავიდა და იქაც დაამტკიცა, რომ ყველასგან განსხვავებულია. ამიტომაც ბევრისთვის ჯონ ჯონსი არის სწორედ ის თანოსი, ბოროტმოქმედი ფილმიდან, რომელსაც ვერავინ მოერევა. ყველა ოცნებობს, რომ ბოლოს ვინმემ დაამარცხოს, მაგრამ რეალურად თითქმის შეუძლებელია. ახლა დაუბრუნდეთ ილია ტოპურიას. ჩვენ, ქართველებისთვის, ილია უკვე არის გმირი, რადგან მან შეძლო პატარა ქვეყნის სახელი მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ასპარეზზე გაეტანა. მისი გამარჯვებები ისეთ მეტოქეებზე, როგორიც არის ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ფიზერვეითის ყველა დროის best of the best-ი და მაქს ჰოლოვეი, რომლის სტილი და დარტყმის სიჩქარე ლეგენდარულია. უკვე ისტორიაში შევა და ამას ემატება ჩარლზ ოლივეირას დამარცხება, რომელიც ლაითვეითის ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონი იყო. თავარი განსხვავება კი ჯონსსა და ტოპურიას შორის დროის ფაქტორია. ილიამ თავისი სიძლიერე ძალიან სწრაფად აჩვენა, ზედაზე დაამარცხა ყველაზე დიდი სახელები. ჯონსმა კი არა მხოლოდ აიღო ქამარი, არამედ 10 წლეულზე მეტად დაიცვა იგი და სამთაობას გადაურავა. თუ ილია ტოპურია შეძლებს იგივე, ანუ ქამარი დაიცვას 5, 6, 7 ჯერ ზედაზეთ, მერე ავიდეს უფრო მაღალ წონაში და იქაც დაამტკიცოს თავისი სიდიადე, მაშინ უკვე სრულიად ლეგიტიმური გახდება მისი შედარება ჯონ ჯონსთან. ქართული გულშემატკივრისთვის ეს უფრო ემოციური თემაა. ჩვენ გვინდა, რომ ილია უკვე ახლა შევიდეს ისტორიაში როგორც უდიდესი. ჩვენთვის საკმარისიც კი არის, რომ მან უკვე დაამარცხა ისეთი, ვინც თითქოს დაუმარცხებელი ჩანდა. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ისტორიის ყველაზე დიდები, ჯონსი, სილვა, ჟორჟ სენ-პიერი, პირველ რიგში იმიტომ გახდნენ გოუთები, რომ წლების განმავლობაში იცავდნენ თავიანთ ტიტულებს. სწორედ აქ იწყება ნამდვილი გამოცდა. დღეს ილია ტოპურია არის ელვა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ ეს ელვა დიდხან თუ გააგრძელებს ნათებას, სწორედ ეს არის ის, რაც მას ჯონსის დონემდე მიიყვანს. დღეს, როცა ილია ტოპურიას გვახსენებენ, ჩვენ, ქართველები, მას ვხედავთ არა მხოლოდ როგორც UFC-ს ჩემპიონს, არამედ როგორც იმედის და გამარჯვების სიმბოლოს. პატარა ქვეყნიდან წამოსული ბიჭი, რომელმაც შეძლო და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ სპორტში საუკეთესო გახდა, ეს უკვე ისტორიაა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რამდენად რთულია ამ დონეზე ასვლა. UFC არის ორგანიზაცია, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან საუკეთესოები. ათასობით მებრძოლი ოცნებობს აქ მოხვედრაზე, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ჩემპიონობამდე მისვლას. ილია ტოპურიამ კი ეს გააკეთა და თანაც ისე, რომ გზა არ ჰქონდა მორთული მარტივი მეტოქეებით. პირიქით, მას ზედიზედ დაუპირისპირდა ყველაზე საშიში სახელები. ვოლკანოვსკი, ავსტრალიელი, რომელიც ფედერვეიტის ისტორიაში პირველ ნომრად ითვლებოდა, იმაზე ლეგენდარულია, ვიდრე ბევრს შეუძლია წარმოიდგინოს. მასთან ბრძოლა უკვე რთულია, მაგრამ ილიამ არა მხოლოდ დაამარცხა, არამედ ისე დამაჯერებლად ეს გააკეთა, რომ გულშემატკივრებმა დაინახეს, ახალი მეფე გამოჩნდა. მაქს ჰოლოვეი, ჰავაიელი ფენომენი, რომლის დარტყმის სიჩქარე და სერიული შეტევები MMA-ში ცალკე სტილის სახელმძღვანელოდ არის ქცეული. მასთან ბრძოლა ბევრისთვის ნიშნავს ნამდვილი გამოცდის ჩაბარებას და ილიამ ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. შემდეგ იყო ჩარლზ ოლივეირა, ბრაზილიელი, რომელიც ყველა მიცოდა როგორც სუბმიშენების მეფე. მის ანგარიშზე იმდენი მოგება და რეკორდია, რომ მათი ჩამოთვლა დიდხანს მოგვიწევს. მაგრამ ილიამ მასაც გადაუარა ისე, თითქოს ეს მხოლოდ რიგითი მეტოქე ყოფილიყო. სწორედ აქ მიხვდა მთელი MMA-ის სამყარო, რომ ტოპურია ჩვეულებრივი ჩემპიონი კი არა, რაღაც განსაკუთრებულია.
ახლა წარმოიდგინეთ რა ემოციაა ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის. ქვეყანა, რომელსაც აქვს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაგრამ ყოველთვის პატარა სახელმწიფო სტატუსით ცხოვრობდა. ჩვენთვის ილია ტოპურია არის მაგალითი იმისა, რომ შეუძლებელი არ არსებობს. ის ძმური სისხლით და ქართული სულით მსოფლიოს თვალში გახდა სახე, რომელმაც დააფითრა ყველა. ვინ არის ეს ბიჭი და საიდან მოვიდა? გახსოვთ, როგორი იყო ქართული სპორტის საერთაშორისო იმიჯი? ჩვენ გვყავდა ლეგენდარული ძიუდოსტები, ჭიდაობის ჩემპიონები, ძალოსნები, მაგრამ MMA ეს სხვა სამყარო იყო. აქ შემოსვლა და აქ გამარჯვება თითქოს მიუწვდომელი ჩანდა და აი ტოპურიამ დაარღვია ეს ბარიერი. მან დაამტკიცა, რომ ქართველსაც შეუძლია UFC-ში დომინირება. მისი გამარჯვებები საქართველოში აღიქმება როგორც ეროვნული დღესასწაული. თითოეული ბრძოლა ღამის განმავლობაში პირდაპირ ეთერში უყურებს 10,000-ობით ადამიანი. სოციალური საქმნელები ივსება სიტყვებით: ილია ჩვენი სიამაყე, ილია ქართული ლომი. ეს უკვე სპორტს ცედა, ეს ემოციაა, რომელსაც მთელი ერი ერთანიად გრძნობს. უნდა იტყვას, რომ ტოპურია სტილი თვითონ არის ქართული. ის სიხისტეს, დაუნდობელობას და ჭკუას აერთიანებს. მას აქვს აგრესიული, მაგრამ გააზრებული შეტევები. ის არ არის მხოლოდ ქუჩის მებრძოლი, რომელსაც ძალა აქვს. ის არის ტექნიკური, პროფესიონალი და ფსიქოლოგიურად უძლიერესი. აი ეს თვისებები კი ნამდვილად გავს ქართველის ხასიათს, როცა საქმე ღირსებას ეხება, უკან დახევა არ იცის. ახლა ბევრს აინტერესებს, შეძლებს თუ არა ილია იმავე სიგრძის კარიერას, რასაც ჯონ ჯონსი. აქ იწყება მთავარი კითხვა. ილიას წინ დიდი გზა აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ის მან წლების განმავლობაში დაიცვას თავისი ტიტული, გადავიდეს სხვა წონაში და იქაც დაამტკიცოს თავისი სიდიადე. თუ ამას მოახერხებს, მაშინ GOAT-ის ტიტულზე საუბარი რეალურად შესაძლებელი გახდება. მაგრამ მან უკვე მოახერხა ის, რაც ყველაზე ძნელია, საკუთარი ქვეყნისთვის გახდა სიმბოლო. დღეს ნებისმიერი ქართველი ბავშვი, რომელიც MMA-ის დარბაზში შედის, ამბობს: მე მინდა ტოპურიას გზით წავიდე. ეს არის ის, რაც ისტორიაში რჩება, როცა სპორტსმენი არა მხოლოდ ქამარს იგებს, არამედ ადამიანების გულში იმარჯვებს. ამიტომაც ძმებო და დებო, ჩვენთვის ილია ტოპურია უკვე არის GOAT, იმიტომ რომ ის ჩვენი სისხლია, ჩვენი ხასიათია და ჩვენი ქვეყნის სახეა. ილიას ბრძოლებს რომ უყურებ, პირველივე წამიდან ხვდები, ეს ბიჭი არ არის რიგითი მებრძოლი. მას აქვს რაღაც ისეთი, რასაც სხვები ვერ აერთიანებენ. თითქოს ყველა დეტალი იდეალურად არის აწყობილი. სისწრაფე, ძალა, ინტელექტი და სულიერი სიმტკიცე. სწორედ ამ ყველაფრის კომბინაცია ხდის ტოპურიას უნიკალურს. პირველ რიგში მისი დარტყმის მანერა. ილია არ არის ის მებრძოლი, რომელიც რინგზე მხოლოდ ქაოსურ შეტევებს აწყობს. მის დარტყმებში დისციპლინა და სიზუსტეა. მისი ჯებები, პირდაპირ მუშტები და მოულოდნელი ჰუკები ყოველთვის გამიზნულია. არ არის შემთხვევით მოძრაობები. ამას ემატება მისი ფეთქებადი კომბინაციები, რომლებიც ხშირად ასრულებს ბრძოლას ნოკაუტით. ბევრჯერ გვინახავს, როგორ იწყებს ბრძოლას მშვიდად, მაგრამ როგორც კი შესაფერის მომენტს დაიჭერს, ისე ძალას დებს დარტყმაში, რომ მეტოქას შანსი აღარ რჩება. მაგრამ ხოლო დარტყმით ილია არ არის ძლიერი. ის გრაპლინგის ოსტატია. ძმაო არ დაგავიწყდეს, რომ ტოპურია საფუძველი ბერძნულ, რომაული და ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შერწყმით ჩამოყალიბდა. ილია შეუძლია მოწინააღმდეგის დამიწება და იქიდან კონტროლის აღება ისე, რომ ვერანაირი გაქცევა ვერ ხერხდება. მისი ground and pound ბევრჯერ გამხდარა ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი. მეტოქეები ხვდებიან, რომ ილიასთან ძირს აღმოჩენა თითქმის განაჩენია. ფსიქოლოგიური ასპექტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ილია არასდროს იჩენს შიშს. მისი თვალები ბრძოლის წინ ყოველთვის ცივი და თავდაჯერებულია. მას არ აინტერესებს მეტოქის სტატუსი, ქამრების რაოდენობა თუ ფანების ხმაური. ის ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებულია. ეს ფსიქოლოგიური ძალა ბევრჯერ წყვეტს ბრძოლას ჯერ კიდევ ოქტაგონში შესვლამდე. როცა მებრძოლი გრძნობს, რომ მისი მოწინააღმდეგე მზად არის ნებისმიერ რისკზე, ეს უკვე ზეწოლაა. ტოპურია სწორედ ასე მოქმედებს. უნდა აღინიშნოს მისი დისტანციის კონტროლიც. ილია იდეალურად იყენებს ფეხის მოშაობას, მანძილის შეგრძნებას და დროის სწორად გამოთვლას. ეს ნიშნავს, რომ მეტოქეს ძალიან უჭირს მისი მოტყუება. ბევრი ცდილობდა, რომ ილია სიგრძეზე თამაშიდან სწრაფი შესვლები დაემარცხებინა, მაგრამ საბოლოოდ ისინი თვითონ ხლებოდნენ ხაფანგში. მისი კარდიო არის ცალკე თემა. ბევრს ეგონა, რომ ტოპურია მხოლოდ პირველი 2 რაუნდის მებრძოლია, რომ მესამე ან მეოთხე რაუნდში დაღლილობას აჩვენებდა. მაგრამ ბრძოლა ვოლკანოვსკისთან ესმითი დაანგრია. ილიამ შვიდად გადალახა ხანგრძლივი რაუნდები. არ დაუკარგავს სისწრაფეს და ზუსტი ძალა. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ხანგრძლივი ომის და სწრაფი ფეთქებადი ფინიშიც. რა არის მისი ყველაზე ძლიერი იარაღი? ინტელექტი. ილია ბრძოლის დროს სწრაფად აზროვნებს. მას შეუძლია ერთ წავში შეცვალოს ტაქტიკა, შეაფასოს მეტოქის შეცდომა და მაშინვე ისარგებლოს ამით. ეს ხარისხი მხოლოდ დიდ ჩემპიონებს აქვთ. მაგალითად, ჯონ ჯონსი ხშირად იგებდა ბრძოლებს იმით, რომ მებრძოლებს შიგნითვე ადაპტირდებოდა. ილია ზუსტად ასეთია.
ახლა წარმოვიდგინოთ მისი მომავალი. თუ ის გააგრძელებს ამ სტილით, არა მხოლოდ featherweights დაიპყრობს, არამედ lightweights-იც შეუძება დომინირებას. იქ მას ელოდებიან ისეთი მონსტრები, როგორებიც არიან ისლამ მახაჩევი, ჯასტინ გეიჯი და სხვა. და სწორედ აქ გახდება საინტერესო. შეაძლებს თუ არა ტოპურია იგივე კლასი დაამტკიცოს თავი ამ კატეგორიაში. გაითვალისწინე ძმაო, რომ ილიას ჯერ დასაწყისი აქვს. მისი ასაკი და ფორმა მიუთითებს, რომ მას წინ მინიმუმ 7-8 წელი აქვს ელიტაში ბრწყინველისთვის. თუ ამ პერიოდში შეძლებს ქამრების დაცვას, სხვადასხვა წონაში გამარჯვებას და თანაც დამაჯერებლად, მაშინ სიტყვა GOAT მასზე მხოლოდ ქართული ემოცია აღარ იქნება. ეს მსოფლიო აღიარება გახდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, მოიპოვებს თუ არა ყველა რეკორდს, ჩვენთვის ის უკვე ყველაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ ილია ტოპურია პირველია, ვინც UFC-ში ქართულ სულს ნამდვილი ძალით აჩვენა. როცა ვსაუბრობთ GOAT-ზე MMA-ში, ჩვენ გულისხმობთ იმ ერთეულებს, რომლებმაც თამაშის წესები შეცვალეს. ჯონ ჯონსი, ადამიანი, რომელმაც ნახევრად მძიმე წონა პრაქტიკულად გაანადგურა და თავისი მრავალფეროვანი სტილით MMA-ის ისტორია დაწერა. ხაბიბ ნურმაგომედოვი, დაუმარცხებელი ლეგენდა, რომელმაც ყველას აჩვენა, რომ სრული დომინაცია გრაპლინგში შესაძლებელია უმაღლეს დონეზეც. ჯორჯ სენტ-პიერი, უნივერსალი, რომელმაც წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ სტრატეგია, დისციპლინა და მრავალხრივი ტექნიკა ოქტაგონში ყველაზე დიდი არაღად იქცევა. ახლა ამ სიას ვამატებთ ილია ტოპურიას. შეიძლება ვინმე ეჩვენოს, რომ ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტები უკვე აჩვენებს, ის სხვა კატეგორიაშია. ძალიან ცოტა მებრძოლია ისტორიაში, ვისაც ასეთი დომინანტური სულა ჰქონდა კარიერის დასაწყისშივე. ტოპურიას თითოეულ ბრძოლაში იგრძნობა მისი სიძლიერე, უნარი და ემოცია, რომელიც მას განსაკუთრებულს ხდის. გავაკეთოთ შედარება. ჯონ ჯონსი, უპირატესობა მრავალფეროვნებაში, ბრძოლაში ნებისმიერ სიტუაციაზე ადაპტირებაში. ილია ამ მხრივ ძალიან გავს მას, ისიც არ არის ერთი სტილის მებრძოლი. შეუძლია დარტყმა, შეუძლია ჩაგდება, შეუძლია კონტროლი. განსხვავება ისაა, რომ ჯონსი ზოგჯერ მეტოხეს ნელ-ნელა ამტვრევდა, ილია კი უფრო ფეთქებადია, მას უყვარს ბრძოლების სწრაფად დასრულება. ხაბიბ ნურმაგომედოვი, მისი მთავარი ძალა იყო დაჭერა და სრული კონტროლი მიწაზე. ხაბიბი მეტოქეს უქმნიდა სიტუაციას, საიდანაც გაქცევა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ტოპურიას აქვს მსგავსი ძალა, მაგრამ მას დამატებით დარტყმის ძალაც აქვს. ილია არის უფრო მრავალმხრივი და მას შეუძლია მეტოქე როგორც ძირზე, ისე ფეხზე დაამატრიოს. ჯორჯ სენტ-პიერი, სტრატეგიული გონება, კარდიო და დისციპლინა. ილია ამ მხრივაც ახლოსაა. მას აქვს საოცარი კონცენტრაცია და ბრძოლის გეგმის შესრულების უნარი. თუმცა განსხვავება ისაა, რომ სენტ-პიერი უფრო კონსერვატიულად იგებდა, ილია კი ცდილობს დამაჯერებელი, ემოციური ფინიშები გააგეთოს. ახლა მთავარი კითხვა, შეძლებს თუ არა ილია ტოპურია ამ ლეგენდების გვერდით ჩადგომას? პასუხი ჯერ მხოლოდ მომავალშია. მას სჭირდება დრო, ქამრების დაცვა, მეტი გამარჯვება და ისეთი მეტოქეების დამარცხება, რომლებიც ისტორიაში ყველაზე ძლიერებად ითვლებიან. მაგალითად, თუ ილია შეძლებს lightweight-ში გადასვლას და იქ ისლამ მახაჩევის დამარცხებას, ეს იქნება ტიტანი ტიტანის წინააღმდეგ. ასეთი გამარჯვება მას ავტომატურად გადააქცევს ნომერ პირველ კანდიდატად GOAT-ის ტიტულისთვის. მაგრამ ძმაო, უნდა ვთქვათ პირდაპირ, უკვე დღეს ილია ტოპურია განსაკუთრებულია. მისი ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ მან თავისი ქვეყნის სახელი მსოფლიო რუკაზე ისე ამოიტანა, როგორც სხვა არც ერთ ქართველ მებრძოლმა არ უცდია. ჩვენთვის ქართველებისთვის ის უკვე არის GOAT-ი, იმიტომ რომ მან დაამტკიცა, რომ პატარა ქვეყნიდან წამოსულ ბიჭსაც შეუძლია მსოფლიოზე გავლენის მოხდენა. ილია არ არის მხოლოდ მებრძოლი ოქტაგონში, ის არის мотиваცია. ყოველი მისი გამარჯვება აჩვენებს, რომ შრომით, ძმენით და სიმტკიცით შეუძლებელიც კი რეალურია. ამაშია მისი მთავარი ღირებულება. თუ მომავალში შეძლებს ქამრების დაცვას, სხვა წონაში გადასვლას და იქაც წარმატებას, მაშინ მისი სახელი იმ დიდი სამეულის გვერდით დაიწერება, სადაც არიან ჯონსი, ხაბიბი და სენტ-პიერი. და შეიძლება ერთი დღეს, როდესაც MMA-ის ისტორიას ჩამოვთვლით, ვთქვათ, ილია ტოპურია, ის ბიჭი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ MMA-ის ეპოქა შეუცვალა.